შუადღემშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო, გახდა 12 საათი, ორშაბათი დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გადაცემა დაიწყო. გოგოებო, რომელია შაქრიანი, ნუკა შაქრიანი და რომელი არა. გავარკვევთ მე. მოგიძახთ რომ დააგებინო. და შემდეგ გავცვალოთ. შემდეგ გაცვალოთ. მიესალმებით ტელემაყურებელს. საინტერესო კვირის შემდეგ და სახალისო კვირის შემდეგ დადგა ახალი კვირა. ჩვენ ასევე გვპირდებით ამ კვირაშიც ძალიან საინტერესო თემებს, ძალიან სასარგებლო რჩევებს და ძალიან ენერგიულ სტუმრებს, ასე რომ უნდა დარჩეთ ჩვენთან ჯერ 2 საათის განმავლობაში და შემდეგ მთელი კვირის განმავლობაში. შაბათ კვირა როგორ გაატარეთ? კარგად. დაისვენეთ. თან კარგი ამინდები არის უკვე და გარეთ სეირნობის საშუალებაც გვეძლება თამამად. ხო, სხვა შორის მე ბოტანიკური ბაღი ბავშვებთან ერთად მოვიარე, შეიძლება ნახე Facebook-ზე. ფეხით თავიდან ბოლომდე. ესე იგი, მინდა გითხრათ, რომ სოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო ბერლინალეს კინოფესტივალმა, სადაც მონაწილეობდა თინათინ ყაჟრიშვილის ფილმი პატარძლები, რომლებიც პანორამის მაყურებლის პრიზის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. პატარძლები არის ქართულ-ფრანგული პროდუქცია, მის გადაღებაში დიდი წვლილი შეიტანეს ფრანგულმა ინსტიტუტმა და საფრანგეთის ეროვნულმა კინოცენტრმა. ფილმი პატარძლები ნუსასა და მისი ქმრის გოგას ისტორიას მოგვითხრობს, რომელთა ცხოვრება გოგას დაპატიმრების გამო ციხეში ყოველთვიურ ვიზიტებად იქცა. პატარძლები ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთ სექციაში პანორამაში იყო ნაჩვენები, საბოლოოდ კი მხატვრული ფილმის კატეგორიაში პანორამის მაყურებლის პრიზის გამარჯვებულთა შორის მან მესამე ადგილი დაიკავა. დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია კვირას გაიმართა 16 თებერვალს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში. პანორამის მაყურებლის პრიზი 1999 წლიდან არსებობს. ქართულმა ფილმმა კი წელს იმ სექციაში გაიმარჯვა, სადაც მონაწილეობდა 52 ფილმი, რომელიც წარმოდგენილი იყო 34 ქვეყნიდან და ძალიან გამიხარდა ესეთი დიდი წარმატება. მესამე ადგილი ჩემი აზრით ძალიან კარგი არის. ძალიან დიდი პატივია ჩვენთვის, მე მგონი და ძალიან სასიხარულო. კი, ნამდვილად. არა მხოლოდ ბერლინში მოხდა საინტერესო სიახლეები. ნიუსებით დატვირთული. კი, იმიტომ რომ დატვირთული იყო შაბათი. და მეც მომეტანა რა. პრინციპში თბილისშიც არანაკლებ საინტერესო და სასიამოვნო საღამო ჩატარდა ივენთ ჰოლში, ჯაზ სერიების ფარგლებში. თბილისის ივენთ ჰოლში ჯოლოკის ჯგუფის კონცერტი გაიმართა. ჯოლოკის ბენდმა საათნახევრიანი ჯაზის საღამო აჩუქა მსმენელს და ძალიან ბევრი ცნობილი კომპოზიცია შესრულდა. მე იმას შეგახსენებთ, რომ ჯაზ სერიები დღეს სრულდება, დღეს არის ბოლო კონცერტი და ჩვენი ჟურნალისტი დაესწრო. ჩვენს კადრს მიღმა არ დარჩა ეს მოვლენა, ასე რომ ნახოთ ვიდეო. ჯაზ-სერიის პირველი სტუმარი არის ჯოლოკი, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თანამედროვეების ვიბრაფონისტი, თავის ბენდთან ერთად, მას სპეციალური სტუმარი ყავს ჩამოყვანილი. მასევე გამორჩეული ჯაზ ვოკალისტი კენი ვაშინგტონი, ბევრი ჯაზ გიგანტი ამბობს, რომ ის მათი ყველაზე საყვარელი ჯაზ ვოკალისტია. პროგრამა პირველი ნაწილი პროგრამის იქნება უფრო ჯაზ სტანდარტები. მეორე ნაწილი უფრო ასე ვთქვათ გალაითებული პროგრამა არის, ბევრ ნაცნობ მელოდიას მოვისმენ და ჯამში დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებს, ვინც დღევანდელ კონცერტს დაესწრება. We really enjoyed it. We had a beautiful visit to Tbilisi and it was my first time. თბილისში პირველად ვარ და ძალიან მომეწონა. ქართულ აუდიტორიასთან ურთიერთობა სასიამოვნო იყო. რა თქმა უნდა, ქართული კერძებითაც ძალიან ვისიამოვნე. This is my third time here. საქართველოში მესამედ ვიმყოფები და ყოველთვის დავუიწყარ დროს ვატარებ. მინდა რომ თბილისში სახლი შევიძინო. შენ რას გვეტყვი? მე დაკეთე მართლა რაღაცა ახალი მართლა ამბებით ხო რომ ისეთი
ხელცარიელი მოვიდოდი დღეს თქვენთან ამოშაბათ დღეს. რა მოგვიტანე რა. ძალიან სასიამოვნო ამბავი მოგიტანეთ, ძალიან სასიამოვნო და ესეთი თბილი ვიდეო მაქვს მე თქვენთვის მომზადებული. ბატონი ანზორი და ქალბატონი ლუარა, რომლებიც არიან ჩვენი პარასკევის გამარჯვებულები. შეიძლება გამარჯვებულებიც უწოდოთ, იმიტომ რომ ზაზანოვამ ისინი მიიწვია ზაზანოვაში სასიყვარულო ვახშამზე. შევახსენებ მაყურებელს, რომ პარასკევს ჩვენს პირდაპირ ეთერში ბატონმა ანზორმა თავის მეორე ნახევარს ძალიან ორიგინალურად აუხსნა სიყვარული და სწორედ ამის გამო მარიკუნა სალუქვაძისგან და ზაზა მარჯანიშვილისგან დაიმსახურეს, მიიღეს მიპატიჟება ზაზანოვაში და ჩვენ ვიმყოფებოდით მათთან ერთად გადავიღეთ ვიდეო. რამდენიმე წუთი შევირბინეთ, არ შევაწუხეთ ეს ადამიანები, რამდენიმე კადრი გადავიღეთ და წამოვედით და ვნახოთ ეს თბილი ვიდეო. Let's talk about you. Let's talk about me. Let's talk about love. მე მადლობა მინდა გითხრათ აი მოწვევისათვის ჩემი და ჩემი მეუღლის სახელით. ეს ჩემთვის ისეთი მოულოდნელობა იყო ჩვენთვის სიყვარული მე ყოველ როგორც ასეთი აი კიდე თუ არა ამ არა მე კიდევ ვიმეორე თუ გაქვს იმის საშუალება და იმის მიზეზი რომ შენი სიყვარული გაამჟღავნოს ამას არაფერი. სადაც სიყვარულია, იქ ღმერთია და სადაც ღმერთია, იქ ბედნიერება და მშვიდობაა. და ჭეშმარიტ სიყვარულს გისურვებთ, ჭეშმარიტ ბედნიერებას, სრულიად საქართველოს და ყველა ახალგაზრდას და ყველა მოხუცს. განსაკუთრებით დიდი სიამოვნებით წარმოგიდგინოთ ჩვენი საპატივსაცემო სტუმრები. ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენთან სტუმრად არის ბატონი ანზორი და ქალბატონი ლუარა. დიდი მადლობა. ეს ოჯახი 42 შეიძლება და ეს სახალხო ბატონმა ანზორმა აუხსნა ქალბატონ ლუარას სიყვარული და მოვიხილეს რეზულტატად თვალზე. მე მინდა პატარა საჩუქარი გადმოგცეთ. ეს არის ვაგზაზანოვას მოგონება რომ გქონდეთ ეს თქვენი შვილებთან ერთად. მოვახერხეთ შუადღემ, რომ ერთი სასიამოვნო საღამო შევთავაზეთ ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს და დიდი მადლობა ზაზანოვას კიდევ ერთხელ და მარიკუნას და ზაზა მარჯანიშვილს. ანზორს და ქალბატონ ლუარას რომ არიან ასეთი კარგები, ასეთი კეთილშობილები, მე მართლა ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე ამ საღამოს მათთან ერთად გატარებით. 52 წელი ერთად არიან. ეს არის სანიმუშო მისაბაძი მაგალითი. ნამდვილად ყველა წყვილისთვის. გავაგრძელოთ გადაცემა, არ დაგვავიწყოს რომ დღეს ორშაბათია, ახალი სამუშაო კვირა დაიწყო, შესაბამისად თქვენ ალბათ გაინტერესებთ, რას შემოგთავაზებთ დღევანდელ გადაცემაში, ხო და ახლა ერთად ვნახოთ ანონსი. ძაღლების ჩხუბი გართობა, ფულის შოვნა თუ ცხოველზე ზრუნვის მეთოდი. ცხოველთა დამცველები და ძაღლების პატრონები GDS-ის შუადღის სტუდიაში. თანამედროვეობის ერთ-ერთი სკანდალური არტისტი თბილისშია. გია ეცგვერაძე GDS-ის შუადღის სტუდიაში. ოპერაცია ცელულოიდის ენები. რეჟისორ ლელა ბერიძის ახალი ფილმი და მეთოდი, რომელიც კინოფილმების საშუალებით უცხო ენების შესწავლას ისახავს მიზნად. დღეს ჩვენი სტუმრები ლელა ბერიძე და მთავარი როლის შემსრულებელი მაია ბარათაშვილი იქნებიან. პილატესის მეთოდი, ვარჯიშების კომპლექსი, რომელიც სხეულის მოქნილობასა და მობილურობას გამოიმუშავებს. პილატესის გაკვეთილი შუადღის პირდაპირ ეთერში.
ბოდიარტი, სხეულის ხატვის ხელოვნება. როგორ ვითარდება საქართველოში ბოდიარტი და რა ნახატებს ანიჭებენ უპირატესობას ქართველი ბოდიარტისტები. დავუბრუნდით პირდაპირ ეთერში, მე მგონი როი არ ჩერდება და ცელკობს უკვე. პირველ რიგში გაგაცნობთ ჩვენ სტუმრებს. ვახტანგ მამალაძე სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე, თამაზ ელიზბარაშვილი ძაღლების თავშესაფრის დამფუძნებელი და თამარ ქოჩლაძე და არაჩვეულებრივი როი. შეგვიძლია წარმოვადგინოთ. საუბრობთ თემაზე, რომელიც სამწუხაროდ აქტუალურია, რთულია, მძიმეა და ალბათ კანონსაც ეწინააღმდეგება ხომ რეალურად. ბიზნესი, რომელიც კანონს ეწინააღმდეგება და მე როგორც გავიგე და წავიკითხე, ყოველწლიურად იზრდება დაღუპული ძაღლების რიცხვი, აი ამ სპორტი თუ შეიძლება უწოდოთ ამ ვანდალიზმს საერთოდ ხო, გართობა, სპორტი. მაგრამ ფაქტია, რომ ან ჩხუბის დროს, ან ჩხუბის შემდგომი ტრამვების შედეგად იღუპებიან ძაღლები და რაც ყველაზე აღმაშფოთებელია, ყოფილა შემთხვევები, როდესაც დამარცხების შემთხვევაში პატრონები თავად ხოცავენ. მართალია? იგი სხვათა შორის ჩვენ საზოგადოებაში სისასტიკის გამოვლენების მრავალი ფორმა არსებობს. როგორც მოქალაქეების მხრიდან პირდაპირ ცხოვრებაზე, ასევე ორთაბრძოლის სახით. მოგეხსენება ორთაბრძოლა ეს არის უკვე დანაშაულია სისხლის სამართლის კოდექსის 259 მუხლი და აკონტროლებდეს ამას, მაგრამ იურიდულად ეს 100-ია. მაგრამ ესე ვიტყოდი, რომ ეს მუხლი არის რემისიაში მიძინებული და მე ჯერ კიდევ არ მინახია ვინმე დაჭერილი ან ესე დანაშაული. აი კონკრეტული ფაქტები თუ შეგიტანიათ თქვენ სასამართლოში და თუ კი, რა თქმა უნდა, ეხლა ორთაბრძოლებთან დაკავშირებით ჩვენ არ შეგვიტანია, მაგრამ მე მინდა ერთი ფაქტი გავიხსენო, რომელიც 2-3 თვის წინ მოხდა. როდესაც ზესტაფონის რაიონის სოფელ არგვეთაში 21 წლის ახალგაზრდამ ჯერ თავისი იარაღით, ესე იგი რევოლვერით, თოფით, ორლულიანი თოფით ესროლა ძაღლს, შემდგომში დაიჭრა, მე თავი მოაჭრა და გამართა ფოტოსესია. მოგეხსენებათ ეს სხვადასხვა ტელევიზიების სახით გავრცელდა როგორც სოციალურ ქსელში ყველგან. ჩვენ 5 არასამთავრობო ორგანიზაციამ შევიტანეთ ამასთან დაკავშირებით როგორც პროკურატურაში, ასევე შინაგან სამინისტროში სარჩელი კი არა საჩივარი, სხვათა შორის პარლამენტარი საგარეიშვილი შემოგვიერთდა ჩვენს, მანაც შეიტანა რა თქმა უნდა, მაგრამ გავიდა 3 თვე და ამასთან დაკავშირებით არანაირი რეაგირება, არანაირი რაღაც არც სად იკრიბებიან ეს ადამიანები, სად მართავენ ამ ორთაბრძოლებს, არის ცნობილი ამის შესახებ? დიდი ბოდიში სანამ შეკითხვას უპასუხებთ, არსებობს სოციალურ გვერდზე, მე მგონი ცალკე ჯგუფიც კი არის შექმნილი, სადაც ხდება შეთანხმება სწორედ, სად გაიმართება ბრძოლა, ვის აჩხუბებენ და არც ერთი მათგანი არ გვთანხმდება სტუდიაში მოსვლაზე, ესეც უნდა აღვნიშნოთ, ესე ღიად არ საუბრობენ. იმიტომ რომ თქვა ეციან რომ ეს დასჯადია და დიდად არ აწყობთ მოსვლა რა თქმა უნდა, მაგრამ ეს მაინც ფსიქიკური აშლილობის გამოვლენების ერთ-ერთი ტესტია. ადამიანი რომელიც ცხოველს აჩხუბებს, იგი მას ფსიქიკური რაღაც გადახრები აქვს. და აქედან გამომდინარე, მაგრამ რაც შეეხება ამას სოციალურ ქსელში საკმაოდ ნამდვილად რეკლამირება, ანონსირება კეთდება. ამას წინათ რამდენიმე თვის წინ სხვათა შორის თბილისის ზღვაზე დაანონსდა კიდევაც, რომ ეწყობოდა 3000-მდე კავკასიური ნაგაზები ჩამოიყვანეს და თბილისის ზღვაზე მოეწყო ჩემპიონატი, ესე ვთქვათ. ჩვენ რა თქმა უნდა ამ შესახებ ვიცოდით, შევიკრიბეთ კიდევაც, სხვა ორგანიზაციებმა მივიღეთ მონაწილეობა, პატრულიც გამოვიძახეთ, როგორც ცხოველთა უფლებების კომიტეტიდან იყო, ცხოველთა დაცვის გადარჩენის საზოგადოება, თქვენი საზოგადოებიდანაც იყვნენ და რა თქმა უნდა ეს ჩავშალეთ, მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ის იყო, რომ პატრულმა არავის ხელწერილი არ ჩამოართვა, არავის არანაირად არ აღიძრა ეს საქმე. ანუ ჯარიმაც ეს მოხდა თუ არ ვცდები ოქტომბერში თუ ნოემბერში რაღაც ესე ამ პერიოდში. ანუ არავინ არ დასჯილა და არავინ არ ისჯება მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ფაქტზე მივიდეთ. აი როგორც გითხარით, ამ ბრძოლებთან დაკავშირებით არავინ არ დასჯილა, მაგრამ ცალკეულ შემთხვევაში რაც ზესტაფონში მოხდა, ჯერჯერობით შედეგი ვერ დავინახეთ. ალბათ სავარაუდოდ არ დასჯილა არც ის. და ეს ამას უნდა ბოლო მოეღოს ეს და ამ საზოგადოებამ მთლიანობაში ყველა უნდა გავერთიანდეთ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ყველა საზღვაო უნდა მოიყოთ იმიტომ რომ ცხოველი ესა ჩვენი მეგობარი ჩვენ მათ როგორც ისინი ეგულებიან ჩვენს ვართ ჩვენც უნდა ვიყოთ ჰუმანურები და ტოლერანტული. სამართლის კოდექსის 259 მუხლი არეგულირებს ამას და აქ გარკვევით წერია, რომ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიშვება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 1 წლამდე. თუ ეს ხდება ჯგუფურად, არაერთგზის და მცირეწლოვანის თანდასწრებით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე. მაგრამ რატომღაც არ მოქმედებს და ალბათ არავინ არ დასჯილა დღემდე. არ დასჯილა ნამდვილად. ჯერჯერობით არ დასჯილა. თქვენ თავშესაფარში თუ ხდებიან აი ამ გზით დაზიანებული ძაღლები? გამარჯობათ, მიესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში მე მინდა პატარა შესავალი გავუკეთო თქვენ კითხვას. ძაღლი როგორც ასეთი, როცა ადამიანი
აიყვანს ძაღლს. უნდა იცოდეს რისთვის აყავს ძაღლი, რისთვის უნდა ძაღლი. პირველ რიგში ძაღლი არის მეგობარი ადამიანის და როგორც ოჯახის წევრი. ისე უნდა აიყვანო და უნდა ყავდეს ისე, ანუ უნდა გაუფრთხილო და უნდა მიცე განათლება, უნდა აღზარდო და შემდეგ გაგიწევს საუკეთესო მეგობრობას და გაჩუქებს დიდ სიყვარულს. ძაღლმა მეგობრობა და სიყვარული რო იცის, ისე ბევრ ადამიანს არ შეუძლია და არის. რაც შეეხება ძაღლებს, ჩემთან თავშესაფარში ამ 11 წლის განმავლობაში უამრავი ძაღლი მოხვედრილა ჩხუბის შემდეგ პატრონისაგან მიტოვებული. და ხშირ შემთხვევაში ჩხუბა და ამიტომ მოიყვანეს მერე თქვენთან. წაგებული ძაღლი, რომელმაც ამ ჩხუბის შემდეგ ხო ვერ მოიგო ეს ბრძოლა და წააგო, არის დასახიჩრებული, უამრავი ტრამვა აქვს, მათ შორის ნაფრეთის ჭრილობა და ასე შემდეგ. და ხშირ შემთხვევაში ვიმეორებ, ასეთი ძაღლების 70% კვდებიან თავშესაფარში, არ შველის, არც ქირურგიული ჩარევა, არც მკურნალობა და კვდება ძაღლი. როცა ადამიანი მიდის აი ესეთ ნაბიჯზე, როცა შენი გაზრდილი, შვილივით გაზრდილი ძაღლი მიყავს სიკვდილზე, ამას არანაირი გამართლება არ აქვს. ეს ბიზნესია ამ ადამიანებისთვის. ზოგიერთებისთვის თუ სიამოვნებას იღებენ ძაღლებს. სიამოვნება უფრო არის ვიდრე ბიზნესი, მე ვიტყოდი. თუ არის ცნობილი, მე ამას ფასახეს გავარქმევდი, ეს არის სადიზმი. ეს არის სადიზმი. მე მინდა გავიხსენო ერთი ფაქტი, ერთი წლის წინ მე თუ ვეტერინარი ვარ და მოიყვანეს წაგებული ძაღლი, ასე ვთქვათ, ორთაბძოლაში. და ესე იგი ძაღლს მისგან მხრის ძვალი ქონდა, მოდეხილობა ქონდა მოკლედ, მრავლობითი. ნუ ჩვენ გავუკეთეთ ოპერაცია, ოსტეოსინთეზი ყველაფერი და მე შემდგომში განიკურნა თქვენთან, განთავსა თქვენს თავშესაფარში. და სხვადასხვა ვიცი, მე რომ მოდივარ ნახულობ იმ ძაღლს და ძალიან დიდი მადლობელი ვარ თქვენი, რომ ესეთ კარგ კეთილ საქმეს ემსახურებით თქვენ მოგვანთავაზებთ. თამუნდა კადრებს ვუყურებ, მე მგონი ნორმალურ ადამიანს ვერ შეხედავს შენი შინაური ცხოველი და ეპრობოდა ეს. ჩემთვის პირადად ეს ძაღლი არის შვილი. ანუ რეაქცია აქვს დედაზე, რეაქცია აქვს მამაზე. რო ვეძახი დედასთან მოდის ჩემთან. ჩემთვის წარმოუდგენელია როგორ შეიძლება ადამიანმა ნებისმიერი ცხოველი და მით უმეტეს ძაღლი ესეთ დღეში ჩააგდოს და რაღაცნაირად აჩხუბოს არც სჯით თქვათ ძაღლის დასჯა კაცრი ზომებით არ არის მიღებული ზოგადად, იმიტომ რომ რაც უფრო მკაცრად სჯის, მით უფრო მასში იღვიძებს აგრესიის მომენტი, რაც ჩვეულებრივ პატარა ბავშვსაც შეიძლება გაუჩნდეს, იმიტომ რომ ესენი პატარა ბავშვები ვით არიან. ჯიუტები არიან, ზოგჯერ იჯერებენ, რასაც ეუნები, ზოგჯერ არ იჯერებენ. შესაბამისად, ბავშვს როცა სჯი უსამართლოთ, მას უჩნდება პროტესტი მშობლის მიმართ. იგივე არის ძაღლის შემთხვევაშიც. რა ვიცი, წარმოუდგენელია, როგორ უნდა დავსაჯო ეს ისე, რომ მას ეტკინოს, ან რაღაც. რო ეტკინოს, ეტკინოს, კი. ერთ-ერთი მოჩხუბარი ჯიშია, ხო, რამდენადაც ვიცი. თავარია როგორ გაზრდია ალბათ, ხო? 2 წლის სტაფი, კი, როცა ავიყვანეთ, ყველა გვეუბნებოდა, რომ აი რატო აკავთ სტაფის, ბავშვებს ჭამს, პატრონში დაგლიჯავს, აი YouTube-ზე ნახეთ რამდენი ვიდეო. მაგრამ რეალურად ყველაფერი დამოკიდებულია როგორ ზრდი. ეს არის ძაღლი, რომელსაც ძალიან უყვარს ადამიანები, მოუსვენარია, ძიმეა და შესაბამისად ზოგჯერ ესეთი უნებლიე ესენი აქვს ხოლმე, როცა შეახტება ვიღაცა, თქვა შეიძლება ოდნავ. თუმცა არასდროს გამიზნულად არ იწევს არც ერთ ადამიანზე. მე ახალი საუბარი მოვიდა, თავარია ეხა როი როგორ მივიღე. ისეთი მეგობრულია, რომ ონისეონიანი მსახიობი შემოგვიერთდა თავისი მეგობრით. მე აქეთ დავждები, ჯობია. ეს მუდეჩკი. გინდათ აქეთ გავცვალოთ ადგილები თუ დავაშოროთ. აი ესე. ნახე, წამოყმე. თამაში უნდა საჩხურად არის. რაიმე. კაი, დამშვიდეთ. თამაშია. უნდა ძალიან, მაგრამ ონისე, მე აქვია ჩემს მეგობარს? ჩემს მეგობარს არა, ჩემს შვილს. კარგი. ჩვენი ოჯახის წევრს ქვია როკი. როკიანია გვარად და კაწერია კიდევაც. აუცილებლად უნდა ყველამ დააწეროს ალბათ, იმიტომ რომ თუ არ მიწყენს არავინ ერთ პატარა განცხადებას გავაკეთებ, სულ აი გუში ცოტა უძილოც ვარ, იმიტომ 5 საათამდე ვეძებდი პატრონს კავკასიური ნაგაზს. ძალიან სუფთა და კარგი ჯიშის ძაღლია. არის რუხი ფერის და გადავეცი მუნიციპალურ თავშესაფარს, ხო? და ნუ თუ ვინმე უყურებს ახლა პატრონი, აუცილებლად შემგვეხმიანოს და დაგვირეკოს, რომ რაღაცნაირად აი მიაკითხოს. სურათი არა, მაგრამ მიაკითხონ მუნიციპალურ თავშესაფარს და იქ თავიანთ ძაღლს ეყოვიან.
ონისე მე არ ვიცი შენ ადევნებდი თუ არა თვალყურს ჩვენს გადაცემას კადრებიც გავუშვით ის რაღაც სასტიკი კადრები როგორ აჩხუბებენ ძაღლებს ხო ეგ არ საშინელება მინდა თო მე მგონი ჯობია რომ გავიყვანოთ ხო მოდი გაგაცილეთ მოდი ესეც როი თაბულა დიდი ბაძობა ვუთხრა დიდი მადლობა თაბულა და ბოდირო ესე მოგიწია შენი ურჩიშვილის გამოსული ძალიან დიდი ბაძობა დავიდე მორჩი მოდი აქ ნუ ამასაც უნდა ეხა თავის ტერიტორიების დაჯექ მე მგონი ახლა დავშვით ნახე ხო სიუჟეტი და ეგ რაღაცა მიმაჩნია რომ თვითონ ამ ადამიანებშია პირველ რიგში პრობლემა ვინც ამას აკეთებს ნუ ახლა ეს ძაღლი არის ცხოველი რა თქმა უნდა ყველა დამეთანხმება და თუმცა მე ამას არ უწოდებ ჩემ ძაღლს ცხოველს იმიტომ რომ ერთ ჩვენ ერთ დღეს გაზეთით ხელში რომ დამხვდეს არც გამიგდება ესეთი ჭკიანია ხო მოკლედ მათშია პრობლემა ეს ყველაფერი აგრესიული რაღაცა ფონი ესე დავარქმევდი უფრო ძალიან დიდი დოზით აქვს ამ ადამიანებს რომლებიც ამ რაღაცაში ამ ძაღლების ჯგუფში პოულობენ სიამოვნებას ხო იღებენ სიამოვნებას აი ამ სანახაობით ხო სანახაობა იმდენად რა სანახაობა უნდა იყოს ოდესაც შენს გაზრდილ შვილივით მოვლილ ძაღლს ყური აღარ აკუცებ და ყელი გამოღადრული აქვს და ნუ სიკვდილის პირას არის მისული ნუ არ ამგონია ეს იყოს ან რაღაც ბიზნესის ხო ეს მაინტერესებდა რა ფულზე არის ლაპარაკი ვინმე მიცის აი რა ფონს დებენ ამ ჩხუბის დროს თავის რაოდენობა მაინტერესებს თუ არის თავისთავად მაგალითად ახლა ჩვენ შევთანხმდებით ჩვენ კალბატონიჯი და ძაღლებზე შევთანხმდებით და ჩემი ძაღლი მოუგებს ის მეუბნება არა ჩემი ძაღლი მოერევა დებ თამაში თანხას და მე რაღაც ნუ გასაგებია ეს ყველაფერი რომელიც ძაღლიც წააგებს ანუ დამარცხდება ის პატრონი გაიღებს ამ თანხას რაზეც შეთანხმდნენ. სოციალურ ქსელში გავრცელდა ახლა ინფორმაცია, რომ დიღმის ტყეში ყოფილა რაღაც ორთაბრძოლას ორგანიზება და ერთ-ერთ მაგალითს 1000 ლარი მოიგო ესეთი რამე. ხო, ანუ ფულზეც არის. ფუნქციონებიც არის, მაგრამ უფრო ფსიქიკური აშლილობა. ჩვენ უკვე ვახსენეთ, რომ არც ერთი მათგანი არ ხდება სტუდიაში მოსვლაზე, მაგრამ ფორუმებს გადავხედე და რამდენიმე კომენტარი ამოვიკითხე და ნუ შეშფოთებული ვარ თქვენს გაგაცნობთ. ძალიან მკაცრად ვზრდიდი, ზოგჯერ ცოცხალ წიწილას მივუგდებდი, რომ მოეკლა და გააგრესიულებულიყო. ხშირად არცებ, მაგრამ ხანდახან ცემაც საჭიროა. არიან ესეთი ადამიანებიც თურმე და არიან ასევე ესეთი ნეიტრალურად განწყობილი ადამიანები. დაანებეთ თავი რა გინდათ, თავიანთი ძაღლებია და რასაც უნდა იმას უზავენ, უნდა დაკლავენ და მწვადებს შეჭამენ. ანუ ონისემ აღნიშნა, რომ პრობლემა საზოგადოებაში არა. თვითონ ყოველთვის არ ვიცი ახლა მართლაც დავჯდე ახლა მთელი დღე ვისაუბრებ ამ თემასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ მართლა მტკივნეული თემაა ჩემთვის, იმიტომ რომ მინახავს ჩემ და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არის ძალიან ბევრი ადგილი გამოვიცვალე თბილისში საცხოვრებელი, ანუ გულისხმობ ახლა როგორც კი და არის. ანუ ძირითადად და ბაღებში როცა გამყავდა ძაღლი, მაშინ ჯერ კიდე პატარა იყო, ნუ თქვათ ვერის პარკში ან ნევაკის პარკში. არის ადგილები ხა უკვე გაიყვანეს მე მგონი უფრო სხვა ადგილებში. ეს ხალხის თავშეყრის ადგილებში პარკებში აღარ აყავთ და არ აჩხუბებენ, თორე იყო ერთ შემთხვევები, რომ აი ეს შეიძლება პარკში უთხრა. კი, რა თქმა უნდა, ეს ცოტა მოფარებულ ადგილას აჩხუბებენ. ან დილის ან საღამოს საათებში, როცა უფრო შედარებით ნაკლებია ადამიანი, მაგრამ ეხლა ეს ხო გეუბნებით, აი კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის ადამიანში თვითონ მასშია პრობლემა ძალიან დიდი, რომელიც ამას ვერ ხარჯავს თავისი სისუსტის და ეხლა შეიძლება შეურაცხყოფას ვაყენებ იმ ადამიანებს, მაგრამ ეს არ არის უბრალოდ მაშინ უნდა თავის თავში უნდა ეძებოს აღმოფხრას ეს პრობლემა აუცილებლად. თორე ამის გარეშე შეიძლება მე უფრო დიდ რაღაცებზე წავიდეს და თვითონ დაიღუპება მეტი არა. ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ საზოგადოებამ? ან როგორ უნდა მოგვარდეს რეალურად ეს პრობლემა? ალბათ უნდა გამკაცრდეს ის სანქციებიც, ხო, რომელიც რატომღაც არ სრულდება. კი, ჩვენი საზოგადოების პრიორიტეტი გახლავთ ზუსტად მუშაობ ჩვენ ახლა სისხლის სამართლის 259 მუხლზე. ჩვენ თქო მივმართეთ პარლამენტს და ახლა ცხოველთა უფლების კომიტეტთან ერთად მუშაობთ, რომ აი რაღაც გარკვეულ მას მივახციოთ, რომ ნამდვილად გამკაცრდეს, იმიტომ რომ როგორც ვიცი და როგორც გითხარით, არავინ არ დასჯილა და ეს არ არის ნორმალური საზოგადოებისთვის. ეს საკმაოდ
ყურადსაღებია ყველასთვის, იმიტომ რომ აქ მარასოწლოვანები ხედავენ ამ ყველაფერს, ამ მათვალწინ თუნდაც ეს სოციალურ ქსელში რო შეხვიდეთ, რა ხდება ორთა ბრძოლები Google-ში რო აკრიფოთ, ან ძაღლების ბრძოლები, ძაღლების ჩხუბები, საშინელი ვიდეო კადრები ჩანს საერთოდ და დიალოგები საშინელი. თამას რაში არის გამოსავალი, როგორ შეიძლება რომ აი ეს კანონი ძალაში და მოქმედებაში შევიდეს, რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის? თქვენ ეთყობა არიცით რა ხდება საერთოდ ძაღლების მიმართ საზოგადოებაში. საზოგადოების დამოკიდებულება ძაღლების მიმართ არა მარტო ჩხუბში გამოიხატება ეს აგრესია ძაღლის მიმართ, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში. მე შემხედრია რამოდენიმე ესეთი შემთხვევა, გავაგონებულია, რომ ამას ახსნას ვერ ვაძლევ. შარშან ზაფხულში სპანიელი მოგეხსენებათ პატარა ჯიშის ზაღლი არის, ჩამოკიდებული ყავდა ორ ახალგაზრდას, 18 წლის ახალგაზრდას დანით ცოცხლად ატყავებდნენ. წარმოიდგინეთ ახლა, ხო, ესე იგი რამდენად დეგრადირებულია დღევანდელი ახალგაზრდობის რაღაცა გარკვეული ნაწილი, რომ ამაზე მიდის და ამას აკეთებს. მე ვფიქრობ, რომ ამასავალი კანონი იმოქმედებს, მე მგონი ყველაზე მთავარია ჩვენი კულტურა და ცნობიერება ამაღლდეს აი ამ კუთხით. თონ ისე შერაში ხედავ გამოსავალს, შენც რო გითხრა და დასასრულისკენ მივდივარ. ნუ ისევ და ისევ მიუბრუნდები იქეთ მხარეს, რომ რაღაცნაირად თვითონ უნდა შეიგნონ ეს ყველაფერი. თუ ვერ შეიგნეს, ვერანაირად ვერ მოისპობა ეს რაც არ უნდა სანქციები იყოს. კი შეეშინდებათ, მაგრამ ამ სიამოვნებას თუ ძალიან დიდი დოზით ღებულობენ სიამოვნებას მიიღებენ მაინც. და სამწუხაროა ნამდვილად და არ შეიძლება. მე ვფიქრობ, რომ იქნებ მაინც ალბათ ეს კანონი რაღაცნაირად გამოხმაროს იმაში, რომ დაისაჯოს ადამიანს და გარდა პროპაგანდა აგიტაცია საჭირო. აი ხა ცხოველთა უფლების კომიტეტმა ქალბატონ თინა ფსიქოლოგებმა უნდა იაროს ყველა თითოეულ ამ ადამიანებთან რომ რეკლამა გაგეთებული ხოლმე, რომ პატარა ბავშვებს უჭირავთ ლეკვები ხელში და იძახიან, რომ მე არასოდეს ვაჩხუბებ ძაღლს. მე არასოდეს უნიკალური ის იდეა გამიშლა. რა როლი შეიძლება ჩვენ მივიღოთ ამაში, ხო, მედიამ, რომ ხშირად შევეხოთ ამ თემას, ან გავაკეთოთ სოციალური რგოლები და ჩვენ შეგვიძლია ეხა ამ წუთას გამიშლა და იდეა დაგეხმაროთ ამაში, გავაკეთოთ ერთად სოციალური რგოლები, რომელიც იტრიალებს ტელევიზიით და იქნებ მომავალ შევაგნებინოთ, რომ არანაირად არ უნდა ზაღლი არ არის ბიზნესი ზაღლი არის ჩვენი მეგობარი. თუ ადამიანს ზაღლი აყავს, ხო მათ აყავთ იმიტომ რომ აჩხუბონ და მე სიამოვნება მიიღოს და ნუ ჩემთვის წარმოუდგენელია, მოდი ამაზე ყველა ვთანხმდებით. მაგრამ მე მინდა ბატონ თამას მადლობა გადავუხადო, როცა მე იგი დავკარგე 4 დღით და მაშინ წარწერა არ ქონდა, ნუ ლამის ლოგინად ჩავარდი და მთელი ოჯახი დამუნჯებულები ვიყავით და მე ბატონ თამაზმა ჩავედი უკვე ვიპოვეო და თორმეს ღამე გადამხტარა, იმიტომ რომ ალბათ გვეძებდა თავის ჭკუაში, რა ვიცი. და მეორე დღეს იპოვეს ბაგებში, ხო, ანუ ქავთარაძიდან წავიდა, ეხლაც ემოციებს და ძალიან დიდი ძალიან გადაზევასიბრუნებთ ამ ბლოგს. მივბაძოთ ზაღლის მეპატრონ ყველა ზაღლის მეპატრონი მივბაძოთ ბატონონის და ძალიან მოკლედ. ძალიან ხშირია ჩემთან შემთხვევა თავშესაფარში, როცა გვაბარებენ ზაღლებს იმ მოტივით, რომ ოჯახში ბავშვი შეეძინა და ამის გამო ზაღლი აღარ უნდა სახლში. ეს არის ცრუ მიდგომა და საზოგადოების დაბალ კულტურაზე მეტყველებს. არავითარ შემთხვევაში პირიქით ისეთი ოჯახები, სადაც არის ზაღლი, უფრო ჯანმრთელები არიან, უფრო საღი და ჯანსაღი ახალგაზრდა იზრდება. და სწავლობენ ზრუნვას. რა თქმა უნდა, უფრო მეც სიკეთეს სწავლობენ და სიყვარულს სწავლობენ, არა მარტო ცხოველის მიმართ, არამედ ადამიანის მიმართ. ისეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვი, სადაც ზაღლი არის, ხო, უფრო კარგი წევრი იქნება საზოგადოების, ვიდრე ისეთი, სადაც არ არის. ნამდვილად ვეთანხმები. თვითონ ჩემი შვილები ძალთან ერთად გავზარდი ასე რომ ძალიან კარგი. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისათვის. ჩვენ აუცილებლად მივბრუნდებით ამ თემას ამისთვის და მოკლედ ჩვენ დაგიბრუნდებით რეკლამის შემდეგ დაგველოდეთ.